ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ნინო ბურჯანაძე, საარჩევნო ბლოკ ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიციის ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. საღამო მშვიდობისა. გაბატონო ნინო, თქვენ ხშირად აკრიტიკებთ ხოლმე, აკრიტიკებდით ხელისუფლებას, ანუ მოქმედ მთავრობას, ლოიალობის გამო ნაციონალური მოძრაობის მიმართ და მისი ყოფილი წევრების მიმართ და ამბობდით ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, უკეთესი იქნებოდა თუ მთავრობა უფრო გაარჩევდა ვინ, სად, ვისთან ის თანამშრომლობს და ვისთან არა. ანუ თქვენი შეფასებები იყო ასეთი. დღეს თქვენი რეგიონული ორგანიზაციის წევრები გაბრალებენ, რომ ნაციონალებს ნიშნავთ, მაგალითად, ნუ ერთ რეგიონში ყოველ შემთხვევაში ზესტაფონში სწორედ ყოფილი ნაციონალი დანიშნეთ როგორ არის ან ხელმძღვანელად ხო ადგილობრივი ორგანიზაციის როგორ შეაფასებთ თქვენი ყოფილი თანაპარტიელის თუ არ ვიცი ჯერჯერობით როგორ ისე წევრია პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ რასაც ვამბობდი ეხლაც იმას ვამბობ და ხვალაც იგივეს ვიტყვი მე ვამბობდი ერთ რამეს რომ ყველა ის ნაციონალი ანუ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს ან კონკრეტული ადამიანების წინაშე უნდა დაისაჯონ ასეთ ადამიანებთან ნებისმიერი ტიპის კოაბიტაცია უნდა იქნეს გამორიცხული ხოლო ის ადამიანები რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები მაგრამ რომელთაც არაფერი არ დაუშავებიათ დანაშაული არ ჩაუდენიათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ ასეთი ადამიანები ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა მოვიკვეთოთ მე ამას ვამბობდი ყოველთვის თუ თქვენ გადახედავთ ალბათ გაგახსენდებათ ჩემი გამოსვლები და ამას ეხლაც გავიმეორებ ხა საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და ქვეყნის დაყოფა მიშისტებად ასლანისტებად შევარდნაძისტებად მას მიუსაჯა ნაციონალურმა მოძრაობამ სრულიად უსამართლოდ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმიტომ რომ მან არ შეასრულა ნაციონალური მოძრაობის ის დაკვეთები, რაც სწორედ ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო იყო, ეს ადამიანი გამართლდა და ის არის რეპრესირებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. საინტერესო ერთი რამ არის ალბათ ტელემაყურებელი მიაქცევდა ყურადღებას, რომ თავად ასე ვთქვათ ჩვენი პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, რომელიც ნამდვილად არ გაგვირიცხავს პარტიიდან ამას ვადასტურებ იმიტომ რომ ამას როგორც წესი არ ვიყენებთ ხოლმე ამ ფორმას და ვუფასებთ იმ ადამიანებს პარტიაში ყოფნას ნამდვილად და ვადასტურებ რომ ის არ არის გარიცხული და არც მისი თანამებრძოლები პარტიიდან უბრალოდ ისინი ჩამოშორდნენ ესე ვთქვათ იმ ფუნქციას რასაც ასრულებდნენ თუ მიაქციეთ ყურადღება მან თქვა რომ ჩვენ ამ ადამიანის მიმართ არ აგვაქვს პრეტენზიაო ანუ ფერაძის მიმართ არ აქვთ მათ პრეტენზია მან თქვა რომ ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ შემოგთავაზეს მესამე ადგილი და ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, ვიბრძვით იმისათვის რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში. ეს თქვენთან თქვეს რომ მესამე ადგილი ეხლა თქვა ეთერში თქვა თქვენმა რესპონდენტმა რამდენიმე წუთის წინ ზუსტად ეს თავარ მიზეზად დაასახელა რომ მას შეთავაზეს მესამე ადგილი. ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში ისე შეცვალეს ხელმძღვანელობაო. საქმის კურსში იყვნენ, როდესაც ეს შეიცვალა, მათ ესაუბრნენ კიდეც რამდენჯერმე ოფისში და შემდეგ უკვე როცა მათგან თანხმობა ვერ მივიღეთ, ბუნებრივია გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ და მუშაობა დაიწყო ახალმა თავმჯდომარემ ისე რომ ხა ნებართვას ვერ აიღებდა ნამდვილად ყოფილი თავმჯდომარისგან. აქ არის მთავარი ერთი რამ, მე უბრალოდ დაკავებული ვიყავი ფიზიკურად არ ვიყავი და შეხვდა გენერალური მდივანი, შეხვდა ბატონი გია კობახიძე, რომელიც არის მთავარი საბჭოს წევრი და ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, შეხვდა რეგიონალური მდივანი. მე მგონი ძალიან სერიოზული ჩამონათვალია, მათ არ შეხვედრიათ შემთხვევითი ადამიანი. აქ არის საუბარი ერთ რამეზე, ჩვენ ყველგან ვიბრძვით გამარჯვებისათვის. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან სერიოზული ანალიზი საპრეზიდენტო არჩევნების. თქვენ გახსოვთ რომ მე ვამბობდი რომ პარტიაში მიდიოდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული რეორგანიზაცია და იმ ადგილებზე სადაც ადამიანებმა ვერ შეძლეს არ მინდა ხა მე ვინმეს რამე დავაბრალო ან გულგრილობა ან რამე მაგრამ სადაც ვერ შეძლეს ადამიანებმა დანაპირების შესრულება და 180 თანამშრომელი რომ ყოლოდა და აქტივისტი ჩვენი ზესტაფონის წარმომადგენელს ზესტაფონში გაცილებით უკეთესი შედეგი დაიდებოდა თორემ ვნახოთ ახლა 180 კაცის მიერ დადებული შედეგი ზესტაფონში როგორია და 10 კაცის მიერ დადებული შედეგი როგორია ბევრ სხვა რაიონში. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ რომ ამ ადამიანებმა უბრალოდ ვერ გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, გადავანაცვლეთ ისინი არსად არ გაგვიყრია შევთავაზეთ მესამე ადგილი, მაგრამ ეხა ვინც პარტიაში დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, მე მაინდა-მაინც პირველ ადგილზე უნდა ვიყო და საერთო შედეგი არ მაინტერესებსო, ასეთი ადამიანების ადგილი არ ჩემ პარტიაშია და არც სხვა პარტიაში. ჩვენი ამოცანაა გამარჯვება, ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომ გარწმუნებთ რომ ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭირო იქნება იმ შედეგისათვის, რომ ჩვენ მოვიგოთ საკრებულო, მოვიგოთ გამგებლისა და მაჟორიტარის
ადგილები და მოვაწესრიგოთ ქვეყანა და ქვეყანა დავამსგავსოთ ქვეყანას. კარგით. თქვენი საარჩევნო ბლოკის სახელია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. ეს იმაზეა მინიშნება სათაურშივე, რომ აქ ბურჯანაძეა მთავარი და დიმიტრი ლორთქიფანიძეც და სხვა რაიონების კანდიდატებიც თქვენი გვარის და ავტორიტეტის გამო უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა და ასევე ერთიანი ოპოზიცია ის რამდენიმე პარტიის გაერთიანება გაძლევდათ თუ არა ასეთი სათაურის საფუძველს, რომ ეს არის ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. ოპოზიციური პარტიის ერთობა, მაგრამ ვინც ვართ ერთიანი და აქ არის 5 პარტია, 5 პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი და დამეთანხმებით, რომ საქართველოს სინამდვილეში, როცა ყველა შენგებიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ეს ძალიან სერიოზული გაერთიანებაა. რაც შეეხება ახლა ჩემს ავტორიტეტს, მე ახლა ძნელია ხოლმე საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ის რომ ახლა კოალიციის ლიდერი ვარ მე და ამას ესე ვთქვათ, ნორმალურად იღებს როგორც ამომრჩეველი, ასევე კოალიციაში შემომავალი ადამიანები, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ანუ ყველა პარტია დაკარგულია სათაურში თქვენის გვარის გარდა. იმიტომ რომ აქ არის მნიშვნელოვანი ვინ არის ის ლიდერი, რომლის ირგვლივაც იკრიბება ეს შემადგენლობა, თუმცა მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა რაიმენაირად შევამცირო იმ ადამიანების როლი და წვლილი, რომლებიც იქ არიან. ეხლა მარტო ბურჯანაძე რო იყოს საკმარისი, მაშინ არ დავასახელებდით სხვას არავის და ყველა თანამდებობაზე ბურჯანაძე იყრიდა, ხო? ბუნებრივია ეგრე. არა, ნუ გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ იმიტომ რომ ლიდერს უნდა ყავდეს გვერდით ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ თავიანთი საკუთარი სახელი და გვარი, საკუთარი ავტორიტეტი, მხარდამჭერები, სწორედ ამიტომ დავასახელეთ ჩვენ მაგალითად დიმიტრი ლორთქიფანიძე და არა ადამიანი, რომელსაც არავინ არ იცნობდა. სწორედ ამიტომ დავასახელეთ დაუშვათ ჩვენ დღეს მქონდა, ვთქვათ, მანთაწმინდის რაიონში დეპუტატის დასახელება გურამ ფალავანდიშვილი. ამიტომ დავასახელეთ შალვა ოგბაიძე. ამიტომ დავასახელეთ ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, რომელთაც თავიანთი საკუთარი სახელი და გვარი თავიანთი ბიოგრაფია, თავიანთი ღირსება აქვთ, რომელთაც აქვთ ცოდნა, უნარი, კომპეტენცია და გამოცდილება, რომ ასე ვთქვათ, მოაწესრიგონ ქვეყანა და ქვეყანა მართონ და აი ლიდერის სიძლიერე არის სწორედ ის და მე ძალიან მიამაყება, რომ მე ახლა შევძელი აი ესეთი გუნდის შეკრა, ასე ვთქვათ, ჩემთან ერთად, ლიდერის სიძლიერე არის ის, რომ მას არ ეშინოდეს ძლიერი ადამიანების და ძლიერი ფიგურების და მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მის ირგვლივ, რომ საქმე გაკეთდეს კარგად, ისე როგორც ეს ქვეყანას შეეფერება. ბატონინო, თქვენ ლამის თითქმის ყველა კანდიდატის წარდგენას ესწრებით თავად, თქვენ თქვით, რომ ანუ თქვენი სახელი ფიგურირებს აი ამ ბლოკის სათაურშიც. თქვენ აკრიტიკებდით კოალიციის ყოფილ ლიდერს სწორედ იმისთვის, რომ ის დაყვებოდა საპრეზიდენტო კანდიდატს. დავამთავრებ. ხო, ანუ რა სხვაობაა ამაში? ძალიან დიდი სხვაობაა, თქვენ კითხვა სწორად დასვით, მე მას ნამდვილად ვაკრიტიკებდი, მაგრამ ერთია, როდესაც შენ ხარ არა მხოლოდ პარტიის ლიდერი, არამედ ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველი პირი. მე დღეს არა მაქვს არანაირი თანამდებობა, ამიტომ არა, მე რა, როდესაც პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია, მას აქვს დამეთანხმებით განუზომლად უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ოპოზიციაში მყოფ ძალას და როცა პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხმა მიეცით 62%, თორემ გაუბრაზდებიო, ეს ერთია და როცა აცხადებს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც არც ძალა აქვს, თქვენ რომ რამე თანამდებობაზე იყოთ, იგივეს არ გააკეთებთ? არა, რა თქმა უნდა, არა, მე სხვათა შორის თუ გახსოვთ, ჩემს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მე ვამბობდი, რომ თუ მე ვიქნები არჩეული საქართველოს პრეზიდენტად, მე დროებით შევიჩერებ მეთქი პარტიის თავმჯდომარის სტატუსს, მე არ ვიქნები რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, მე ვიქნები სრულიად საქართველოს რომელიც არც ერთი პარტიის ჩვენ საერთოდ პრეზიდენტი არ გვყავს სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. არა, ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს პრემიერთან ერთად. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ვისთან უნდა ისადილოს პრეზიდენტმა. ნუ ეხა ეს რაც ხდება საქართველოში პრეზიდენტთან და მთავრობასთან მიმართებაში, ეს უბრალოდ ძალიან დიდი სირცხვილია ქვეყნის. მე ნამდვილად შემიძლია. თქვენ ამით აზუსტებული. არა, უკაცრავად მე ვხედავ. არ ვიცი, მე მგონი თქვენც უნდა ხედავდეთ. ეხლა როცა მე ვხედავ, რომ პრეზიდენტი მიდის ვიზიტით, თქვათ აზერბაიჯანში ან თურქეთში და მას არ ახლავს არც საგარეო საქმეთა მინისტრი, არც რომელიმე ესე ვთქვათ მინისტრი, აზერბაიჯანში ენერგეტიკის მინისტრიც კი არ ახლდა თან. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის აბსოლუტურად იგნორირებული, ფეხქვეშ გათელილი და ეხლა გავითვალისწინოთ დიანა, მე ძალიან კარგად ვიცი ყველას ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც იქეთა მხრიდან ისხდა მაგიდასთან თურქეთშიც, თქვათ აზერბაიჯანშიც, სხვა სახელმწიფოებშიც, მე ვიცი იქედან რა კომპეტენციის ადამიანების ხედან და როდესაც აქედან ადამიანები არც კომპეტენციით ბრწყინავენ და არც თანამდებობა არ აქვს შესაბამისი, ეს ქვეყნის პრესტიჟზე ძალიან სერიოზულად მოქმედებს. მე სულ არ მჭირდება ჭორების მოსმენა და არც მიყვარს პირდაპირ შემიძლია გითხრათ ჭორების მოსმენა, მე არ მჭირდება კულუარული ინფორმაციები იმისათვის, რომ დავინახო, რომ ქვეყანა არის არანორმალური რეალობის წინაშე.
პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია ხდება. პრეზიდენტს არც ეკითხებიან დაუშვათ მაგალითად თავდაცვის სამინისტრო. არა, ვერ გაბედავდნენ ამდენს ნამდვილად. მე მოვახერხებდი თანამშრომლობას ღარიბაშვილთან და ეს არ მოხდებოდა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ნამდვილად არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა ეს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა. ვერც ის ვერ მოხდებოდა, რომ დაუშვათ თავდაცვის სამინისტროს გაებედა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკუმშვის თაობაზე ინიციატივის ისე წარდგენა, რომ ამის თაობაზე მე არ მცოდნოდა. ვერც იმას ვერ გაბედავდა თავდაცვის მინისტრი, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის იდეა და წინადადება ისე გაეხმოვანებინა, რომ ამის თაობაზე არ ცოდნოდა უშროების საბჭოს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და რაც მთავარი აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ თავად ნატოს წევრი სახელმწიფოებიც და ნატოს თავდაცვის მინისტრებიც კი არ იყვნენ საქმის კურსში. ესე რომ სამწუხაროა, ახლა მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მე არ ვთვლი, რომ ჩემთვის ახლა დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემა იყო და არის ის, რომ არ ვიქენი არჩეული პრეზიდენტად, მაგრამ ნამდვილად ვთვლი, მე არ ვარ ხოლმე, ასე ვთქვათ, მიჩვეული ჩემ თავზე ასე საუბარს, მაგრამ ნამდვილად ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ნამდვილად აღმოჩნდა პრობლემა, რომ არჩეული იქნა არა, ასე ვთქვათ, ჩემი კანდიდატურა, არამედ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა. ქავტონინო, თქვენზე და თქვენს პოლიტიკურ ძალაზე მუდმივი სპეკულაცია იყო, მას შემდეგ რაც თქვენ ოპოზიციაში წახვედით და ცოტა მოგვიანებითაც, რომ პრორუსულს აღარ ვიტყვი, მაგრამ ის რომ თქვენ ესეთი აქტიური რაღაც დასავლური კურსის მომხრე არ ხართ. და თქვენ სიაში ახლა გურამ ფალავანდიშვილიც ჩამოთვალეთ, ანუ დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ანუ კანდიდატები არიან, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დოზით რთამენ რაღაც რელიგიურ მომენტებს, ჯონდი ბაღათურია. ანუ ეს ანტიდასავლურია? არა, ეს ანტიდასავლური შეიძლება არა, მაგრამ ჩვენთან ასეა რატომღაც, რომ ესეთი აქტიური, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ასეთი მიმართულებით და ეს რელიგიის ესე აქტიური მხარდაჭერა ეკლესიის ეს აღიქმება რაღაც ანტიდასავლურად. ანუ ამ ადამიანების ამ დოზით გაჩენა თქვენს პოლიტიკურ ძალაში ხომ არ გაამძაფრებს უფრო იმ სპეკულაციებს, რაც ადრე? ჯერ ერთი სიმართლე გითხრათ, მე სპეკულაციები არ მაინტერესებს. ეხა პოლიტიკოსი როცა ხარ, სპეკულაციების არ უნდა შეგეშინდეს არც ცილის წამების და არც შემოტევების, მაგრამ თქვენ სწორად ბრძანეთ თქვენს ფორმულირებაში, რომ ჩვენთან ასეა მიღებული. რომ ესე იგი თუ ხარ შენი ეროვნული ინტერესების დამცველი, რატომღაც აღიქმები ანტიდასავლურად და პრორუსულად და ვთქვათ ეროვნული ინტერესების დამცველი მარი ლეპენი საფრანგეთში რატომღაც არ აღიქმება, ესე ვთქვათ, არც პუტინის აგენტად მიუხედავად იმისა, რომ ჩავიდა რუსეთში და ელაპარაკა რუსეთის ხელისუფლებას და ძალიან აქტიურად, ესე ვთქვათ, ჩვენთან ლეპენი ალბათ პრორუსულად აღიქმება. ჩვენთან ლეპენი იქნებოდა, ხა ჩვენთან თავის დროზე სააკაშვილმა მერკელი გამოაცხადა რუსეთის საფრანგეთსა და რუსეთს შორის, როგორც ჩვენსა და რუსეთს. მაგას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა მაგას ამ შემთხვევაში არ აქვს, აქ გონივრულობაზეა საქმე. თავის დროზე მერკელი გამოაცხადა სააკაშვილმა რუსეთის აგენტად და სარკოზი გამოაცხადა, ესე ვთქვათ, რუსეთის მიერ მოსყიდულად, გახსოვთ, როდესაც მისტრალის საკითხი გადაწყდა. იცით რაშია საქმე? ამავდროულად ჩვენს გუნდში არის ბატონი გიორგი ახვლედიანი და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებიც, რომლებიც ნამდვილად არ აღიქმებოდნენ პრორუსულ ძალად და ყოველთვის აღიქმებოდნენ ძალიან სერიოზულ დასავლურ ძალად. მე გეტყვით თქვენს გადაცემაშიც ეს არაერთხელ მithქვამს. მე არასოდეს არ მქონია ამოცანად, რომ ვინმეს მე ჩავეთვალე ამ პრორუსულ ძალად, ამ პროდასავლურ ძალად. მე ვარ ძალა და ჩემი არა მაქვს ნამდვილად ეს კომპლექსი, მე და ჩემი თანამებრძოლები ვართ ქართველი პოლიტიკოსები, ქართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც შევქმნით ახლა კოალიცია ერთიანი ოპოზიცია, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას მესამე ნომრით და მე ვისარგებლებ შემთხვევით თქვენი ეთერით და უფასო სარეკლამო დროდ გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ მინდა ვთხოვოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ სამივე ბიულეტენში, ქალაქის მერის, სადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება, მათივე რაიონის მაჟორიტარის ბიულეტენში და პარტიულ ბიულეტენში, სამივე ბიულეტენში სამჯერ შემოხაზონ, ესე ვთქვათ, ნომერი 3. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქართული ფასეულობებისათვის, ტრადიციებისათვის, ჩვენი რელიგიისათვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ პატივსცემთ ნებისმიერი სხვა ადამიანის რელიგიას, ნებისმიერი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ეთანხმებით ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით მის განცხადებებში, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა და შემდეგაც გააკეთა. განცხადება არ ვიცოდი, ანუ თქვენი კოალიციის შიგნით ყველა მოსაზრება არის თქვენთვის მისაღები. იცით რაშია საქმე? ხა ჩვენ ვართ კოალიცია და ეს არის დემოკრატიული ორგანიზაცია, ეს არ არის ვთქვათ ნაცისტური და ფაშისტური პარტია, ხო? სადაც ესე ვთქვათ, არა, რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი
შეთანხმებით, რომ რა თქმა უნდა არის შეთანხმებული, მაგრამ შეიძლება ზოგს უფრო რადიკალური პოზიცია ქონდეს ჩვენი თანამებრძოლების და თანაგუნდელების მხრიდან, ზოგს შეიძლება უფრო რბილი. რაც შეეხება პოზიციას იმასთან დაკავშირებით, სხვათა შორის ბატონი ჯონდის, ბატონი დიტოს პოზიციები რამდენიმე ეთერში არასწორად იყო ინტერპრეტირებული. თქვენთან უსვინე და თქვენ იცით, მაგრამ უბრალოდ მართალი ხართ დიანა გეთანხმებით, მას ჰქონდა საშუალება განემარტა, მაგრამ ჩვენმა ტელემაყურებელმა შეიძლება სხვა განმოისმინა სხვისი ინტერპრეტაცია. სადაც მათ მაგალითად ჯონდის და დიტოს აბრალებდნენ, რომ ისინი არიან დისკრიმინაციის აკრძალვის წინააღმდეგი. ეს არის ტყუილი. არც ერთი ჩემი თანაგუნდელი და თანამებრძოლი არ არის დისკრიმინაციის აკრძალვის წინააღმდეგი. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი დისკრიმინაციისა, ნებისმიერი ადამიანის უფლების ნებისმიერი მოტივით შელახვისა და შეზღუდვისა, მაგრამ ამავდროულად დიანა და თეა ჩვენ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ მოხდეს უმრავლესობის დისკრიმინაცია. მოხდეს უმრავლესობის დისკრიმინაცია იმით, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. აქ იგულისხმება პროპაგანდა, აქ იგულისხმება, იცით რა შეასაქმე. ამ კანონის მიღება საერთოდ არ იყო აბსოლუტურად არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ ჩემ დროსაც მათ შორის და კონსტიტუციაშიც არაერთგზის იყო ფორმულირებული, რომ ნებისმიერი ნიშნით ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაცია არის მიუღებელი და არის დასჯა. სექსუალური ორიენტაციის ჩანაწერი თქვენს დროს მიღებული კანონებში იყო. იმიტომ რომ ეხა რა თქმა უნდა როცა იხილებოდა პაციენტის უფლებები, რომელშ ყოფილ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, რომ მისცე ექიმს იმის უფლება, თუმცა ამის ჩაწერაც არ იყო აუცილებელი, იმიტომ რომ ჰიპოკრატეს ფიცი ამას გულისხმობს, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა განასხვაო ის სექსუალური ორიენტაციით თუ რელიგიური, ესე ვთქვათ, მრწამსით თუ რითაც არ უნდა იყოს კანისფერით განსხვავებული, როგორ შეიძლება სხვადასხვანაირად უმკურნალო. აქ დიანა რაზეა საუბარი? აქ საუბარია იმაზე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო ის, რასაც ის ვერ ბედავდა და ვერ ახერხებდა ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, რომ გაეხსნა დისკუსია და პრაქტიკულად პროპაგანდა დაეწყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ცხოვრების წესისა. ამაზე არის აქ ლაპარაკი, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ რა თქმა არა პირდაპირ თვითონ არა, მაგრამ თავისი ესე ვთქვათ დამხმარების მეშვეობით მათ შორის იმის ჩაწერა, რომ არ გავლახოთ არ შეურაცხყოფ ნაციონალურ მოძრაობაზე ნაციონალურ მოძრაობის ინსპირირებულია ეს, უბრალოდ ოცნებას არ ჭკუაყოფნის, არც გამბედაობა, არც გამოცდილება, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ მიცეს პოზიცია გასაგებების შესაძლებლობა. დიახ, მე ვაპროტესტებ იმას, რომ ქვეყანაში ხდება ეხლა პრაქტიკულად ამ პროპაგანდის დაწყება, რომ ქვეყანაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის ნორმალური, რომ შეიძლება შენ საბავშვო ბაღში ბავშვს უთხრა, რომ იცი რა, შენ არც გოგო ხარ, არც ბიჭი ხარ და 20 წლის მერე გადაწყვიტე ვინახარო. ამას ვაპროტესტებ. თქვენ მკითხეთ, კი ბატონო, მე ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ. არავის უფლება არ უნდა შეილახოს, ვისაც რა უნდა დახურულ კარს მიღმა ისაკეთოს და ისე იცხოვროს, ღმერთი განჯის, ვინ სწორად ცხოვრობს და ვინ არა, მაგრამ ნუ მოახვევენ თითოეულ თქვენგანს, თქვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მომავალ თაობას თავისი ცხოვრების წესი. გასაგებია, ერთი ბოლო შეკითხოთ, რომ ფაქტიურად აღარ გვაქვს მოსმენების ისტორიაზე, თქვენ თქვით, რომ ეს წინა ხელისუფლების ნამოქმედა, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი იქნება უფრო განმარტოთ თქვენი პოზიცია, უნარობა არის ეს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა, თუ აი რა იცით რა ჩამოაყალიბოთ, აი ოდნავ როჭყვა ქონდეს დღევანდელ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ფაქტია, თუ ხელისუფლება ვინმეს უსმენს უკანონოდ, ჯობდა საკუთარი თავისთვის დაებრალებინა ეს უკანონო მოსმენები, ვიდრე ეთქვა ის, რომ იცით რა, მე არაფერ შუაში არა ვარ, ნაციონალები გისმენენო. ნუ ეს ხო საერთოდ ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება საერთოდ არ აყავს. ხალხმა დღეს გვეუბნებიან იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაქრა რამდენიმე მილიონის ღირებული აპარატურა და არავინ არ მოიკითხა ამ წელიწადი და 8 თვის განმავლობაში ეს აპარატურა საწავიდა. ეს ხომ სტრატეგიული დანიშნულების თქვენ ამაში სისუსტეს ხედავთ ხელისუფლების? მე ხედავ აბსოლუტურ უნარობას ხელისუფლებისას, აბსოლუტურ უცოდინარობას და სისუსტეს და მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ქვეყანა იყო მდგომარეობაში, როდესაც მას ყავდა ძალიან ცუდი მაგრამ ეფექტური ხელისუფლება, იმიტომ რომ ცუდს თუ კარგს, რასაც იტყოდა ნაციონალური მოძრაობა, აკეთებდა მეტნაკლებად და დღეს მაგას ვამბობ, ცუდს თუ კარგს მეთქი, ზოგს კარგად აკეთებდა. ერთი წამით უკაცრავად, ზოგს კარგს აკეთებდა და ზოგს ცუდს აკეთებდა. იცით რა შეასაქმე? ცუდი რომ ჯობია, მაგას სუსტი რომ ჯობია, იმიტომ მოვიშორეთ ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ქვეყნისთვის ცუდი ხელისუფლება კი არ ჯობია, უარეს. ქვეყნისთვის ჯობია უკეთესი ხელისუფლება ცუდს. ამიტომ მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს არჩევანი დგას ძალიან ცუდ ქართულ ოცნებას, ძალიან ცუდ და უარეს ნაციონალურ მოძრაობასა და ჩვენ შორის. ამიტომ აირჩიონ ცუდსა და
უარეს შორის კი არა აირჩიონ ცუც უარესა და კარგ შორის და მოგცენ ხმა ჩვენ და შემოხაზონ ნომერი 3 იმისათვის რომ ჩვენ მოვაწესრიგოთ თბილისი და მისცენ ხმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს რომელიც ძალიან ღირსეული კანდიდატურაა და ნამდვილად ჩაგეფლებათ ნამდვილად შეძლებს თბილისის მოწესრიგებას მისცენ ხმა იმ მაჟორიტარებს რომელიც 3 ნომრით გამოდიან ამ არჩევნებზე და მისცენ ხმა კოალიცია ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალა უნარი გამოცდილება რომ მოვაწესრიგოთ ქვეყანა და ამას გავაკეთებთ. გალდანიო მე მაქვს რაღაც კომპლექსი რომ თქვენ არ გაგაწყვეტინოთ ერთი ეთერის შემდეგთან უსარგებლობთ ამით ძალიან დიდი მადლობა ნინო ბურჯანაძე საარჩევნო ბლოკ ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.